ცოდნის მხიარული კარუსელი, ასე ქვია, საბავშვო სამყარო. ასე ქვია საბავშვო ციფრულ პროექტს, რომლის შესახებაც ახლა ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ პროექტის იდეის ავტორთან, ვახტანგ ჯინჯიხაძესთან ერთად და მის არაჩვეულებრივ შვილთან, ირაკლი ჯინჯიხაძესთან ერთად მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ცოდნის მხიარული სამყარო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ სათაურს, ვინაიდან შეცდომით თქვი. როდის დაიბადა იდეა და რას გულისხმობს ეს პროექტი, რომელიც არის შემეცნებითი ბავშვებისთვის და ძალიან გამორჩეული ქართულ ინტერნეტ სივრცეში? იდეა როგორც ასეთი მდგომარეობს იმაში, რომ სწავლა თამაშით. ეს იდეა მე ჯერ კიდევ 2007 წელს დამებადა, მაშინ მქონდა პირველი პროექტი, უბრალოდ მე სხვა რაღაცებზე გადავერთე. და ამის შემდეგ 10 წლიანი ინტერვალის შემდეგ შეიძლება ითქვას, ირაკლი მაშინ 4 წლის იყო, მე დავინახე, რომ ქართულ რაღაცა სივრცეში ფაქტიურად არ არსებობდა ესეთი პროექტები, რომელიც ბავშვების განვითარებას შეუწყობს ხელს. მე გულისხმობ არაფორმალური განათლების კუთხით. აი მაგალითად ახლა დღეს ძალიან კარგი არის ეს ონლაინ სწავლება, მაგრამ სასკოლო, ასე ვთქვათ, ფარგლებს გარეთაც რომ ბავშვებმა შეძლონ განვითარება, მე გულისხმობ ამას. როგორც წესი, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს თემა არის ძალიან წინა პლანზე წამოწეული, რომ ბავშვს კონდეს საშუალება განვითარების, არა მარტო სკოლის ფარგლებში. აი, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მაყურებელს პროექტის შესახებ. აი, რაში მდგომარეობს ეს პროექტი? ეს არის ანიმაციური ფილმები, გადაცემები, როგორ უნდა მოძებნონ ინტერნეტ სივრცეში? ძალიან მარტივი არის, ესე იგი მე მინდოდა რომ პროექტი ყოფილიყო სრულად ქართული, ამიტომაც ინტერნეტშიც მოძებნა ჩვენ შეგვიძლია ცოდნაჯი ლათინურადაც რო აკვირფოთ და შეგვიძლია ქართულადაც. ცოდნა წერტილი G. ჩვენ მოხვდებით ამ პროექტზე და აქ არის ყველაზე მთავარი გადაცემები, რომელშიც არის წამყვანი და ჩვენი ზღაპრის გმირები, ბეგემოტები, ბეგო და ბეგი, მათი ვიზუალური მხარე მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა შექმნა და წამყვანთან ერთად ბეგო და ბეგი თქვენი ბავშვების მხიარული მეგზურები იქნებიან. პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავს ამბანის შესწავლას. ჩვენ შევქმნით 33 სიმღერა, ხო? ტექსტი და სუნთლიანობაში მაქვს დაწერილი 56 სიმღერა თავისი ტექსტები. ამბანზე ვისაუბრებთ? ამბანისთვის არის 33 სიმღერა მთავარ სიმღერასთან ერთად და ამავე დროს სიმღერებთან ერთად არის ანიმაციები. როგორ გითხრათ, ბავშვებისთვის მე მინდოდა შემექმნა გარემო, რომელიც მათ უფრო გაუმარტივებთ ინფორმაციის მიღებას. აი, ირაკლის ვკითხოთ, რაში ეხმარება ეს პროექტი და რამდენად მოგწონს ის, რასაც მამიკო აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად. სწავლაში ეხმარება ამბანის და გართოფისასთან. 4 წლის იყავი, ხო, როდესაც მამამ დაიწყო ამ პროექტის შექმნა. თუ ეხმარებოდი, თუ აძლევდი რჩევებს და თუ ითვალისწინებდა მამიკო? აი რაღაცებს ვთქვათ. სიმღერებს ვასმენინებდი ირაკლის და ირაკლის რეაქციიდან გამომდინარე მე მქონდა რაღაცა წარმოდგენა ბავშვები როგორ მიიღებდნენ ამას. ეხლა ერთ რაღაცას დავამატებ. ირაკლიმ ბიძგი მისცა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ მე ვხედავდი რომ სხვადასხვა ენაზე არსებული კონტენტი, ანუ რაღაც ვთქვათ, ანიმაციები, სიმღერები, თამაშები ირაკლიზე ძალიან კარგად მოქმედებდა მის განვითარებაზე და ქართულად. ენები ისწავლეს ბავშვებმა, იმიტომ რომ ქართული ვიდეოების ძალიან დეფიციტი არის ინტერნეტ სივრცეში, თუ საბავშვო ვიდეოზე ვისაუბრებთ და ქართულად როგორც ასეთი, ქართულად სამწუხაროდ, ფაქტიურად არ არის, ძალიან მცირე რესურსი არის და მაშინ ირაკლი შევპირდი რომ მე ამ პროექტს შევქმნიდი მისთვის. როცა უკვე ეს ამბანზე გაკეთდება ყველა გადაცემა, ირაკლი უკვე თქვა 7 წლის იქნება თუ 8 წლის იქნება, მაგრამ ბავშვებს დარჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის პროექტები უნდა იქნებოდეს ისეთი სახით, რომ აქ რაღაცა რეკლამა და რაღაცა ესეთის არ უნდა ფიგურირებდეს. მე ჰოროსკოპით ვარ კურო, ალბათ ჯიუტიც ვარ და ჯიუტად გამოქვს ეს პრინციპი, რომ უნდა იყოს შემეცნება და კომერციული ინტერესები ცოტა განყენებულად ერთმანეთისგან. ამიტომაც დავარსე ორგანიზაცია და მინდა რომ საქველმოქმედო ესეთი იმითი ორგანიზაცია საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრი, რომლის დამფუძნებელი ბრძანებით. და 5 ემიგრანტის გვერდში დგომით, მე კიდევ ერთხელ მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ალბათ ეს პროექტიც დარჩებოდა ის იდეის დონეზე, იმიტომ რომ მე ჩემ
პრინციპებს არ უღალატებ არასდროს. უნდა იყოს რაღაცები ხელუხლებელი, ბავშვის თემა არის ძალიან ფაქიზი და აქ მეც ახლა ირაკლის როგორც ირაკლის მამა ვერ არ იქნება ჩემს მისაღები რომ რაღაც საბავშვო პროექტში რაღაც რეკლამები იყოს რაღაც ეს არ არის სწორი. ეს უნდა იყოს განყენებულად. ეს არის არაკომერციული პროექტი და არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციის იმითი სახელით კეთდება ეს ყველაფერი. ამის გარდა ამბანის მერე მინდა მარტივი არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და განსაკუთრებული ადგილი მინდა რომ საქართველოს დავუთმოთ ისტორია, ლამაზი მხარეები და კიდევ ერთხელ დავამატებთ რაღაცას რომ განსაკუთრებით მაინც ემიგრაციაში მყოფ ჩვენ ბავშვებს გამოადგება ეს პროექტი, იმიტომ რომ ქართულთან შემხებლობის კუთხით საკმაოდ დიდი დეფიციტი არის. დიახ, ბატონო ვახტანგ, მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესოდ მუშაობდით პანდემიის დროსაც, არ დაგიკარგავთ და თქვენ და ირაკლის სახლში მუშაობდით. აი, ირაკლის ვკითხავ, საინტერესო იყო პანდემიის პერიოდში სახლში? ჩვენ რო სიმღერას წერდით ერთად. ძალიან საინტერესო. თქვენ რას გვეტყვით, ბატონო ვახტანგ? ნუ მოხდა ასეთი რაღაცა. არ დაგიკარგავთ ხომ დრო? არა მარტო მე და ირაკლი რაღაც ძალიან როგორც მამაშვილით ძალიან ისეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ამ პანდემიის პერიოდში ჩვენ მე ჩემ გუნდთან ერთად დროებით შევაჩერეთ მუშაობა და სახლის პირობებში აი ეს ერთ-ერთი ბეგემოტის გამხმოვანებელიც მე ვარ და ეს ბეგემოტი სახლში წამოვიღე და ირაკლისთან ერთად უცებ ექსპრომტად დავწერე, სულ გადავიღეთ 7 ასეთ მინი გადაცემა დავარქვათ, ექსპრომტად დავწერე სიმღერები, მაგალითად ბავშვებმა წელიწადის დროები რო ისწავლონ, რიცხვები, ფერები და ასე შემდეგ. ანუ უფრო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული? ამბანს რაც შეეხება, მე უფრო გათვლა გავაკეთე იმაზე, რომ თქვა მასწავლებელი უხსნის კონკრეტული ამბანის ასოს და მე ბავშვი ამ რესურსების გამოყენებით უფრო აითვისებს და კიდევ ერთი მომენტი არის. მინდა აუცილებლად შევეხო ერთ თემას. ხო დამეთანხმებით, რომ პირველ შთაბეჭდილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვისთვის, როდესაც შემეცნებასთან პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება რაღაც გართობასთან, რაღაც მხიარულებასთან, მისთვის ეს დარჩება მთელი ცხოვრება და მისთვის განათლება, ცოდნა უფრო მიმზიდველი გახდება, რაც მთლიანობაში აღებული უფრო წარმატებული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუწყობს ხელს. ამ პროექტის მთავარი იდეაც ამაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს აი ესეთი ფორმით დავაწყებინოთ ეს ასე ვთქვათ აი ეს ნაბიჯები რომ დაიწყონ. და გეგმებიც გაქვთ როგორც თქვით, რაც ეხება არითმეტიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და ასე შემდეგ. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცი, ახალი სიცოცხლე შეძინეთ პროექტ თებერვალში უკვე, იმიტომ რომ ახალი გადაცემები, ახალი ანიმაციები გადაიღეთ და აიტვირთა ხომ ალბათ უკვე. რა თქმა უნდა, აი თებერვლის დასაწყისში აიტვირთა 3 გადაცემა, თავიდან გადავიღეთ, იმიტომ რომ ახალი წევრი დაგვემატა, ანი კუდუხაშვილი, მინდა ვახსენო ეს ადამიანი არაჩვეულებრივი პედაგოგი არის და ბავშვები ძალიან უყვარს და მან ასე ვთქვათ ცოტა განსხვავებული ფორმატით გადავიღეთ ეს გადაცემები, მე ვფიქრობ ეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული და უფრო დახვეწილი არის. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო პროექტისთვის. ირაკლის უხდით განსაკუთრებულ მადლობას. ირაკლის შეუძლია რომ თქვას რაღაცის მოლოცვა უნდა დღეს. ისმენთ ირაკლი. ყველა სულოცავ დედის დღეს და მინდა ყველა რომ იყოს ბედნიერები და წარმატები და ბედნიერები და ჯანმრთელები და რომ წარმატებებს მიაღწიონ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. ვერთდები ირაკლის ასეთ დიდებულ სიტყვებს. ჩვენც ვერთდებით რა თქმა უნდა ირაკლის ასეთ კარგ სურვილებს. დიდი მადლობა შევახსენებთ მაყურებელს, ჩვენ საუბრობდით პროექტის ცოდნის მხიარული სამყარო შესახებ, რომლის იდეის ავტორიც ბატონი ვახტანგ ჯინჯიხაძე, შვილთან ირაკლი ჯინჯიხაძესთან ერთად იყო განთიადის სტუმარი.